მოგესალმებით, მაყურებელს. მოსალოდნელი პასუხი იყო, იმიტომ რომ ეს პასუხი გამოხატულია აც უკვე გაკეთებულ საელჩოს მხრიდან გაკეთებულ განცხადებაში, გამოქვეყნებულ ძალიან მკაფიო ტექსტში, სადაც პირდაპირ ნათქვამია იმ მოთხოვნების ნაწილი, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, იმ მოთხოვნების ნაწილი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს. ერთის მხრივ, ივანიშვილმა და მისმა ანტიქართულმა ოცნებამ გააფუჭა ყველანაირი ურთიერთობა დასავლეთთან, შტატებთან, ევროკავშირთან და მას შემდეგ რაც გაუჭირდა და მიხვდა რომ ეს იყო უმძიმესი შეცდომა, რის საფასურსაც ივანიშვილი იხდის და აუცილებლად გადაიხდის, გაჩნდა უკვე ახალი შესაძლებლობა, ახალი ფანჯარა, რომელიც ეხება მათ შორის რეგიონალურ პოლიტიკას. შტატებს ხელი არ ჩაუქნევია საქართველოზე, იმიტომ რომ ქართული ხალხის ნებას ხედავს ხელისუფლების ანტიდასავლური, ანტიამერიკული პოლიტიკის და პროპაგანდის მიუხედავად და მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, შემოთავაზება, რაც არსებობს უკვე და დევს მაგიდაზე. ეს გამოხატულია რამდენიმე მოთხოვნაში, რომელთა ნაწილიც მოცემული იყო განცხადებაში, საელჩოს მხრიდან გამოქვეყნებულ ძალიან მნიშვნელოვან ტექსტში და მეორე, რაც გაიმეორა რუბიომ, გაიმეორა დაადასტურა ერთი ქვეყანაში არსებული ანტიდემოკრატიული ვითარება, არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები, პოლიტიკური დევნა, ჩინური და ირანული გავლენების გაძლიერება ივანიშვილის კარზე და ასე შემდეგ. და ამას რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები ადასტურებს. მაშინ როცა ივანიშვილის გოშიები საქართველოში თავს ესხმიან ამერიკის საელჩოს, ან ამერიკის ან მათ წარმომადგენლობებს, ან მათ სპიკერებს, კონგრესმენებს თუ სენატორებს, ისინი ერთი მხარე არიან და ძალიან ნათლად ხედავენ და ძალიან კარგად იციან ყველაფერი. თუ ვინმეს გონია რომ კი შეიძლება არ ვართ უზარმაზარი ქვეყანა, მაგრამ სახელმწიფო მდივანი, როგორც ჩანს, აი ნათლად კარგად იცნობს ამ საკითხს, ჩვენს პრობლემებს და საქართველოს გამოწვევებს. ამიტომ ჩვენთვის ნათელია, რა არის მოთხოვნილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. მე მიხარია რომ ლელოს საგარეო პოლიტიკა და მათ შორის საშინაო პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვატარებთ, ემთხვევა მათ შორის ჩვენი გულშემატკივრების ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციებს. ეს შეეხება როგორც გადატვირთვის აუცილებლობას, შიდა პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ახალი არჩევნების ჩანიშვნას, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, სხვა მეგა სახელმწიფო ცოტა უფრო მეტი კონკრეტიკა შემოვიტანოთ. მე ვახსენე შეკითხვა კონგრესმენის და ასეთი დეტალი არის. პროირანული და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი ქართული ოცნების მთავრობა, რომელიც არალეგიტიმურია, ამაზე უთხრა მართალი ხარო იმან, საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას, საქართველოში გაყალბებული არჩევნები ჩატარდა, ამბობს კონგრესმენი, რაზეც რუბიოვნება რომ მართალი ხარდო. ამის გათვალისწინებით ისინი ხელს უწყობენ ისლამური რევოლუციის გუშათა კორპუსზე, თავს არიდებენ თეირანზე შემოღებულ სანქციებს. თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს, რათა გავუმკლავდეთ ქართული ოცნების მიერ ხელშეწყობილ სწრაფ რადიკალიზაციას საქართველოში, საქართველოს რესპუბლიკაში, Republic of Georgia ალბათ ესე კითხა, ხო? თქვენ ყურადღებას ამახვილებთ, ანუ არალეგიტიმურობასა და არჩევნებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, იქ როგორც ჩანს კონსენსუსი არის. და ნუ სახელმწიფო უდასტურებს ამ დროს სახელმწიფო დეპარტამენტის ვიზიტის შემდგომ საელჩოს განცხადებაში გამოკვეთილი არის ის მოლოდინები და ვარქოთ რეკომენდაციები, რომელიც პირველ რიგში არის მთავრობის მიმართ, სადაც საუბარი არის პოლიტიკური ველის სტაბილურობის აუცილებლობაზე, იმისთვის რომ მათ შორის შეერთებული შტატების ინტერესები, მათ შორის ეკონომიკური იყოს დაცული და გარანტირებული, საგარეო არაჯანსაღი გავლენების შეზღუდვაზე, ხახა ჩამოწერილი არა, რომელი ქვეყნები იგულისხმება, მაგრამ ხა ისა რა ქვია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა რო არ იგულისხმება, გასაგებია, ხო, ეს არის ირანი, ეს არის ჩინეთი, რუსეთი. და ამას გარდა არის საუბარი პოლიტიკურ ინსტიტუტებში, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობაზე და მათთვის სამუშაო, ასე ვთქვათ, პირობების შექმნაზე, როგორც მინიმუმ. დღეს ჩვენ მოვისმინეთ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით კობახიძის და პაპუაშვილის განცხადებები, რომელიც ამ კორექტირებისა და ასე ვთქვათ მოლოდინებში ნამდვილად არ ჯდება, მაგრამ დაუბრუნდეთ ერთ კონკრეტულ ნაწილს, რომელიც თავად ოპოზიციურ ფლანგზე განსხვავებული ინტერპრეტირების წინაპირობა გახდა. მათ შორის ყველაფერი დაიწყო პირობითად, ასე ვთქვათ, თქვენი პარტიის საერთაშორისო მდივნის გეგელიას
მონათხრობით, როცა მან თქვა, რომ საუბრის დროს ითქვა, რომ შეერთებული შტატები იმედგაცრუებულია ბოიკოტის სტრატეგიით. ამას მოყვა გამოხმაურებები სხვა ფრთიდან და მათ შორის ეს თქვა ყველაზე მწვავე პირობითად დავარქვათ, მაინც იყო ნიკა გვარამიას რამდენიმე კომენტარი, მათ შორის დღევანდელიც, მაგრამ დაახლოებით ასეთი ტექსტი არის, რომ გრიგოლმა როგორც მისი სტატუსიდან ჩას იცის და გაერკვევა, იმედია რომ თუ სადმე გაიგებს რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ შემთხვევით მარტო ლელო რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული ზომიერი პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია. კიდევ ერთ კომენტარში წერია რომ რატომ შეიძლება გრიგოლი იტყვებოდეს, ეს წინა კომენტარი იყო, იმიტომ რომ პარლამენტში დაბრუნების სურვილი ან და მისი პარტიის ლიდერების პოლიტიკური დევნის დასრულების ფუჭი იმედი შეიძლება ქონდეს. ოღონდ ტყუილთან ერთად ეს უკვე სისულელეცაა, ქოცებთან დალაგების იმდენი შემთხვევა გვახსოვს ერთდროულად ციხით და პოლიტიკური გასაზიზღრებით დასრულებული, მეტი რომ არ შეიძლება. ეს არის ციტატები ბატონ ნიკა გვარამიას ამ საკითხისადმი და ბატონ გრიგოლის განცხადებისადმი მიძღვნილი Facebook პოსტებისა. ანუ მე ვერაფერს დავასმინა, ვერ შევაჯამებ, უბრალოდ უფრო გასაგები რო გახდეს. გეგელიას აი ეს განცხადება ახკმული იქნა ნაწილის ოპოზიციის მხრიდან, რომ ეს არის პარლამენტში უკან შებრუნების ან შესვლის რაღაც ფორმით და პარალელურად შეიძლება თქვენი ლიდერების მხრიდან ქართულ ოცნებასთან და ივანიშვილთან დალაგების გარკვეულ მცდელობა დაц. ეს მხოლოდ ამ კოლეგის რომლის ესე იგი სტატუსით წაიგეთქეთ, მხოლოდ ამ კოლეგის მოსაზრებაა. მე ვფიქრობ, რომ სპეკულაცია ცალსახად და რატომ აგიხსნით. პირველი, გრიგოლმა გააზიარა და თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არის, რომ ისინი არიან იმედგაცრუებული ბოიკოტის სტრატეგიით და ეს ცალსახაა, მათ შორის აი ამ შიდა შეხვედრის მიუხედავად მიღმა განცხადებაში ცალსახად ეწერა კონსტიტუციურ ინსტრუმენტების გამოყენება უნდა გახდეს შესაძლებელი. რა იგულისხმება ამაში? რატო გაიგო კოლეგა ოპოზიციონერმა მანდატების აღდგენაზე რაღაცა შეთქმულების თეორიით შეთხსვით, რატო დაკავდა? მართლა არ მესმის, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება იმიტომ რომ რაღაც მსგავსი პრეცედენტები ადრეც არსებობდა. ან თვითონ ხელისუფლებაში იყვნენ, შეიძლება არსებობდა, მაგრამ ამ ხელისუფლებასთან მე მსგავს არანაირ დათმობას არ ველოდები და ერთი, მეორე, ჩვენ ნათქვამი გვაქვს ამ მანდატებზე უარი. ეს მანდატები გადადებულია გვერდით. ამდენი წლის განმავლობაში, მეორე წელია უკვე 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ჩვენ რას ვითხოვთ? გადატვირთვა რას უკავშირდება? უკავშირდება ორ საკითხს. პოლიტპატიმრების თავისუფლებას და ახალ საპარლამენტო არჩევნებს. კონსტიტუციურ ორგანოებში რომ იყოს ასახული ოპოზიცია, ამისთვის საჭირო ახალი საპარლამენტო არჩევნები და უკუღმა ესე რატო იფხანს თავს ჩემი კოლეგა ოპოზიციონერი და ყურს რატო ეძებს აქედა მარჯვენა ხელიდან მარცხენა ყურს არ მესმის. ეს მხოლოდ და მხოლოდ ამ სტრატეგიის განვითარება ჩემი აზრით მხოლოდ ქართული ოცნების ინტერესებში უნდა იყოს, რომ ესეთი შეთქმულების თეორიები არსებობდეს, ან საერთოდ დასაშვებად იქნეს ცნობილი. დღეს დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გააჩენს შესაძლებლობას. რა საერთო მოთხოვნაც გააქვთ მთელ ოპოზიციას? რატომ ხდება რთული ამის გარშემო? მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ განცხადების ან თუნდაც სახელმწიფო მდივნის ამ განცხადების გამოყენება და ერთობლივად ამ პოზიციებით თუნდაც ქართულ ოცნებასთან დაპირისპირება ან რაღაცა ტიპის ზეწოლის განხორციელება. ცალსახად ჩვენ ვამბობთ, რომ გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და არა ამ არჩევნების ბოიკოტირება, როგორც წინა არჩევნების და არაფრის მიღება და ქართული ოცნების მიშვება ძალაუფლებასთან, არამედ ბრძოლა არჩევნებში, განიარაღება ივანიშვილის და დამარცხება ივანიშვილის, როგორც უნგრეთმა გააკეთა ეს ყველაფერი. ეს არის ჩვენი გზა. თუ ვინმე სხვანაირ გზას ან სპეკულაციას ან რაღაცა შეთქმულების თეორიებით არის დაკავებული, გუშინ წინ სხვა კოლეგა ოპოზიციონერებს მათ ყოფილ თანამებრძოლებს ლანძღავდნენ და ესროდნენ ტალახს და რაღაცა ბოლო დღენახევარია ჩვენთვის მოიცალნენ. ჩვენ არ ვაპირებთ ოპოზიციურ რაღაცა ტალახის სროლაში მონაწილეობის მიღებას, ეს მათი საქმეა, გააგრძელონ სტატუსების წერა, ჩვენ ვამბობთ იმას, რასაც მათ შორის ჩვენი კოლეგა ამერიკელები ამბობენ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი თანხwebdriver მსგავს განწყობაში, რომ ერთი კონსტიტუციურ ორგანოების გამოყენება არის მნიშვნელოვანი, ახალი საპარლამენტო არჩევნები არის მნიშვნელოვანი, ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა იგივე, ამ ყველაფრის მოგვარებაში დევს შესაძლებლობა იმისა, რომ გაჯანსაღდეს გარემო და მათ შორის დამარცხდეს ივანიშვილი. რა ახალი
გარემოებები შემოდის ამ მიზნებისთვის ბრძოლაში სახელმწიფო დეპარტამენტის ჩართულობის და ზოგადად შეერთებული შტატების ჩართულობის აი ამ ახალი ინიციატივებისა და დღევანდელი განცხადებების ფონზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები სრული სერიოზულობით უყურებს საქართველოს მომავალს, მათ შორის იმ მოთხოვნებთან, სადაც დემოკრატიაზეა საუბარი, სადაც უცხო ქვეყნის გავლენების ძალიან მძიმე გავლენების შემცირებაზეა საუბარია შუა დერეფნის ველის ანაკლის სპორტის აშენებაზე და იმაზე, რომ საქართველოს არ გამოაკლდეს სომხეთ-აზერბაიჯანის ტრანზიტს იმ უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების ზოლს, სადაც საუბარია მათ შორის საგარეო პარტნიორების ანტიამერიკული რიტორიკის შემცირებაზე. ეს რეალურად ის მოთხოვნებია, რაზეც რუბიო საუბრობს. როგორც შეიძლება რომ აი ეს კითხვა რატო დაგისვით, იცი რომ შეიძლება ევროკავშირი გამემართულებით ბევრ საუბრობდეს, მაგრამ როგორც ხედავთ, ევროკავშირისგან გაწყვეტილი გავლენისა და მოჭიდების ამ ბერკეტების გამოყენება. მათ შორის შტატების მიერ ბერკეტების გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი არის სანქციები, რომელიც ივანიშვილს აქამდე რაც დაუწეს და ეს არის რეალურად სატესტო სანქციები, გამაფრთხილებელი სანქციები, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს კი აქვს ძალიან დიდი გავლენა მსოფლიო ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ველზე და ივანიშვილს რაც ადარდებს მარტო თავის საკუთარი ფინანსების უსაფრთხოება, რა თქმა უნდა ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. იგრძნობა მათ შორის შიში ქართული ოცნების მხრიდან, რომელმაც ოდნავ შეცვალა რიტორიკა და დაიწყო აღრევა რაღაცა პოზიციების, თითქოს შეამცირა თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, პოზიტიურ სიგნალებს გზავნის და ამავდროულად. რაც თავის მხრივ არ შეიძლება ნეგატივად შეფასდეს, რატომ? მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ აუცილებელია ივანიშვილს ჰქონდეს შემაკავებელი ზღუდე ჩვენი მეგობრების, პარტნიორების სახით, რომელიც არ მისცემს ივანიშვილს იმის შესაძლებლობას, რომ ბოლომდე გაგუდოს, მოკლას, გაუბედუროს მთელი დემოკრატია ამ ქვეყანაში. ეს ასეა ფორმულირებული მარკო რუბიოს დღევანდელ განცხადებაში, რომელიც მან კონგრესში გააკეთა ამდაგვარად, რომ მივიღეთ პოზიტიური პასუხები და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს შემთხვევაში დღევანდელი ვითარებისგან განსხვავებულ ტრაექტორიას ვიხილავთ. დღევანდელი ვითარებისგან განსხვავებულ ტრაექტორიას. ანუ მათ აქვთ გარკვეული მოლოდინები, ელიან აბიჯების გადადგმა, წამზომი ჩართული ამ გაგებით, აღარ არის ესეთი გაუგებარი ბუნდოვანი სიტუაცია, როდესაც მარტო სახელმწიფო დივნის პრეს-სპიკერის ყოველკვირეულ ბრიფინგებზე შეიძლებოდა რაღაცა ტიპის თვითინიცირებული, ესე ვთქვათ, გამოხმაურება ყოფილიყო. ეს უკვე სერიოზული პროცესი არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება არის. ირაკლი, გადავიდეთ თემაზე, რომელიც თქვენ დღევანდელი ბრიფინგ ასე ვთქვათ, ფოკუსში მოექცა. თქვენმა კოლეგამ დღეს ისაუბრა ინფლაციურ მაჩვენებელზე, მაშინ როდესაც დღეს მთავრობამ ცადა ეტრაბახა, რომ თითქოს სასურს ფასები შემცირდა. მეორეს მხრივ, თქვენ დღეს დაეყრდენით გამჭვირვალობა საქართველოს ძალიან საინტერესო კვლევას, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში კორუფციულ აქტივობებს უკავშირდებოდა. რა კავშირშია ეს ორი თემა ერთმანეთთან? პირდაპირ კავშირშია ჩვენი მდგომარეობა, რაშიც ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა ჩაგვაგდო, იმიტომ რომ ერთის მხრივ მოდის დეკემბერში შექმნეს ფასების კომისია. გითხრეს, რომ ფასებს გააიაფებდნენ, რომ თურმე ვიღაცა ცუდი ბიძიები და დეიდები შუაში აძვირებდნენ პროდუქტს და დღეს უკვე ივნისია. და ამ დროს ვხედავთ, რომ ყოველ თვე, როცა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქართულ ოცნებას დაქვემდებარებული უწყება აქვეყნებს ინფლაციის მაჩვენებელს, რომელიც გამოქვეყნდა დღესაც, მათ შორის დღეს და ბრიფინგი გქონდა ამ საკითხზე, კიდევ გაძვირდა პროდუქტები, კიდევ 10%-ით თევზეულობა, 12%-ით ხორცი, 22%-ით საწვავი, რომელიც ყველაფერს გააძვირებს და ასე შემდეგ. ყოველ თვე ისევ და ისევ საწვავი ძვირდება, პროდუქტი ძვირდება, ფასები ყველა პირველადი მოხმარების საგნებზე ძვირდება. ამ ვითარებაში, როცა ცხოვრება გახდა შეუძლებელი მაღალი ფასების გამო, ჩვენ ხედავთ, რომ კორუფციას ჩაიძირა მთელი სისტემა და დღეს გამოაქვეყნეს. ხედავთ იმისა, რომ კორუფციას ებრძვიან აქტიურად, ციხეები გააავსეს, გამოტენ შეიძლება ასე ითქვას, მათი მაღალ ჩინოსნებით, სწორედ კორუფციის ბრალდებები. კი, მაგრამ კიდევ ბევრია დასაჭერი. ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური შიდა გარჩევებს შეწირული ჩინოვნიკები არიან. ანუ ეს უკვე კლანური დაპირისპირების გამო ძახილია. ჩემი აზრით ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კლანური დაპირისპირების გამო
გამოძახილი, იმიტომ რომ თითქმის ყველა კორუფციაშია ჩაძირული, საუბარი არის უზარმაზარი რაოდენობის კორუფციაზე, საერთაშორისო გამჭვირვალობამ რაც გამოაქვეყნა ეს მათი კვლევაა ამ დროის განმავლობაში გაკეთებული, უნდა ითქვას რომ როცა საერთაშორისო გამჭვირვალობა სხვადასხვა დროს აქვეყნებდა კორუფციულ სქემებზე ან საქმეებზე კვლევებს გამოდიოდა კობახიძე, პაპუაშვილი, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, სხვაები და სხვა ვინც ახლა ციხეში შეხედან. ისინი გამოდიოდნენ და საერთაშორისო გამჭვირვალობას ადანაშაულებდნენ ტყუილში, პროპაგანდაში, სპეკულაციაში, რაღაც უბედურებას. აგენტურულ საქმეებში არ დაგავიწყებს აგენტებს, ამის გამო ეძახდნენ მათ. და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ თურმე საერთაშორისო გამჭვირვალობა მართალი ყოფილა და ესენი ციხეში აღმოჩნდნენ. რა ხდება დღეს? დღეს ეს რამდენიმე ასეულობით საქმე არის ელიტური კორუფცია. რას ვეძახით ელიტურ კორუფცია? ელიტურ კორუფციას ვეძახით არა ის რომ რომელიღაცა გამგებელმა მიწის რეგისტრაციის დოკუმენტი გააყალბა, რაც ასევე მძიმე დანაშაულია, მაგრამ ამ პატარა კორუფციულ საქმეებს უზარმაზ მილიონებს რო ეხება, 250 მილიონი რო გაიფორმა ვიღა, ვიქტორ ჯაფარიძის შვილმა რომ მილიონების ტენდერი წაიღო, ლევან ჟორჟოლიანმა რომ წარმოუდგენელი რაოდენობის ქონება დააგროვა და კაცის შვილმა არ იცი საიდან დააგროვა ამდენი ქონება. კახა კალაძის სამეგობროს რომ მილიონობით კვადრატული მეტრის სამშენებლო ნებართვა აქვს მიღებული, იქ სადაც სრულიად ალოგიკურია რომ ეს სამშენებლო ნებართვები მიიღო, ან ამ რაოდენობის მიიღო, როგორ ყიდულობენ ამ კოეფიციენტს, სამშენებლო კოეფიციენტებს, როგორ გაანადგურეს ქალაქი, ვინ იგებს საერთოდ ამ ტენდერებს, ასეულობით მილიონზეა საუბარი. ამ ყველაფრის გამოძიებაზეა ეს კვლევა, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ დანაშაულებრივ ხასიათზე, რაც მთელს ქართულ ოცნებას გააჩნია. ამიტომ ჩვენი მიზანი არის რომ მთელი ყურადღება წავიღოთ ქართული ოცნების ისეთ შეფასებაზე, ისეთ მხილებაზე, რომელიც დაანახებს ნებისმიერ მოქალაქეს, რომ ეს არის ცუდი, დამნაშავე ხელისუფლება, რომლის შეცვლაც არის აუცილებელი და ნელ-ნელა უნდა ვებრძოლოთ იმ პროპაგანდას, რომელსაც აწარმოებს ქართული ოცნება. ხან ომზე, აი უნგრეთის მაგალითი. უნგრეთში უკვე მესამე თვეა ხელისუფლება შეიცვალა და ორბანის კამპანია ეყრდნობოდა ერთ მნიშვნელოვან პოსტულატს. რაც ივანიშვილმა აქ გამოიყენა საქართველოში თავის დროზე, მე თუ არ იქნები ხელისუფლებაში, ომი დაიწყება. იგივე საბობდა ორბანი ოპოზიციაზე, ამ შემთხვევაში პეტერ მადიარზე. და აღმოაჩინეთ, რომ სამი თვე გავიდა და არც ომი იწყება, არაფერი არ იწყება, ყველაფერი კარგად არის, ესე იგი, ჩინოვნიკებს ხელფასები დააკლდათ, მოქალაქეებს მოემატათ შემოსავალი, საგარეო პოლიტიკა დაალაგდა, უნგრეთი დაუბრუნდა ევროკავშირს, ევროპულ ღირებულებებს, ეკონომიკა გაჯანსაღდა, ამ დროს აქეთაც მშვიდობა აქვს და აქეთაც მშვიდობა აქვს. მარტო სიკეთე მიიღო ხელისუფლების ცვლილებით, რომელიც ამდენი ხანია ჩამყაყებული, ჩაუბედურებული იყო. როგორც ივანიშვილი, მე-14 წელია ჩამყაყებულია უკვე, მარტო ფულის მოპარვაზე არიან გადასული. მილიარდები აქვთ მისაკუთრებული ამ წლების განმავლობაში, რომელიც მერე ტრიალებს პარტიულ ყულაბასა და სახელმწიფო ბიუჯეტს შორის. სახელმწიფო ბიუჯეტიდან იპარავენ მილიარდებს, ღებულობენ საგარეო ვალებს, უზარმაზარ საგარეო ვალებს. შემდეგ აქ იჭრება ფული შუაში, ხან ვიქტორ ნიკერიჟვაძეები, ლილუაშვილები, ღარიბაშვილები, ყველა ხო გაძარცვეს, იგი სოციალურად დაუცველები გაძარცვეს, ბაღები გაძარცვეს, სასადილოები გაძარცვეს, ჯარი გაძარცვეს, სკოლები გაძარცვეს. ანუ ყველაფერი გააკეთეს, რის გაკეთებაც შეიძლებოდა. ზოგმა ზოდებში გადაადნო და ზოდებით შეინახა, ზოგმა ნამუშევრებში და რაღაც ნახატებში, ზოგმა უცხოეთში გაასწრო, ზოგმა საკუთარ თავს ესროლა თუ სხვამ ესროლა და შემდეგ წავიდნენ უცხოეთში და ეს ფული თან გაიყოლეს, ანუ წარმოუდგენელი ვითარ ვიღაცები შეეწირნენ შიდა პოლიტიკურ ჭორაობას, ვიღაცამ ბიძინაზე რა თქვა, როგორ თქვა და ასე აღმოჩნდა ციხეში. ეს არის მხოლოდ გარჩევები. რეალურად ქართული ოცნების თითქმის სრული შემადგენლობა არის კორუფციაში ჩაფლული, ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ის სამშენებლო ნებართვები, რომელსაც კალაძე გამოსცემს, რაიმე რაციონალურ საწყისებს ეყრდნობა, რაიმე ურბანულ კვლევას ეყრდნობა და არ არის კავშირში კორუფციასთან. ვერავინ ვერ დაგვაჯერებს, რომ არაარსებითად სიგიჟეს აკეთებს ხოლმე მათ შორის ეს ადმინისტრაცია. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ყველაზე მეტი ჩინოვნიკი, რომელიც ამ კორუფციული სქემების კვლევაში არის მოცემული, მუნიციპალიტეტებში არიან. 81 მაღალი თანამდებობის პირს ეხება მუნიციპალურ დონეზე. 81. მათ შორის ეხება 20 მოსამართლეს. 20
სასამართლის საქმეა მოცემული, რომელიც კორუფციულ რისკებთან არის დაკავშირებული. 40 პარლამენტარია, მაგრამ 91 ჩინოვნიკია მუნიციპალურ დონეზე, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, დეპუტატები და მაღალჩინოსნები. რა დოზის ძალადობასთან და ძარცვასთან და ყაჩაღობასთან გვაქვს საქმე, რომ რა ფულიც რეალურად უნდა მოხმარდეს ბავშვთა მედიკამენტებს, ბავშვთა კვება სკოლებში, ადეკვატურები რომ იყვნენ პენსიების ზრდას, რომ რას შემთხვევაში 20 ლარით გაუზარდეს პენსია პენსიონერებს. მე ვცდილობ რომ მიუხედავად იმისა, რომ აი ბერკეტი არაფერი არ მიჭირავს ხელში ახლა ოპოზიციიდან ამის შესასრულებლად, არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში ივანიშვილმა დასცინა პენსიონერებს, როცა 20 ლარით გაუზარდა პენსია, მაშინ როცა დეპუტატებისთვის 12, 13, 14000, მინისტრების 16000 ლარი გახადა ხელფასზე. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ. თქვენ საუბრობდით ახლა როგორი იქცევა ოცნება და მათ შორის რაღაც შიდა კლანურ დაპირისპირებებს როგორ ეწირებიან თავად ამ ოცნების წარმომადგენლები, მაგრამ არის კიდევ რაღაც სპეციფიური მიმართულება, რომელიც აი ამ ჭაშუშუმანიაში ვლინდება და ამ ხრივ ბევრისთვის შეიძლება მოულოდნელი იყო ჟურნალისტის გიორგი უძილაურის დღევანდელი წერილი, რომელიც მან ადვოკატის მეშვეობით გამოაქვეყნა, ბევრ რამეზე საუბრობს, ის დეტალურად აღწერს თავის განწყობასაც და ოცნების ტრანსფორმაციის მიმართ მის დამოკიდებულებას. Ყოველს თვალშისაცემი მაინც არის ალბათ ის, რომ თავდაპირველი ქართული ოცნება აღარ არსებობს, ძველი იდეალები კი მედროვეთა ინტერესებმა და ძალაუფლების შენარჩუნების დაუუკებელმა წყურებმა ჩაანაცვლა. რეზონირებს იმ ფრაზებთან, რასაც ახლა თქვენ ამბობდით. მისი თქმით, ხელისუფლებაში მოვიდნენ პირები, რომელთაც რეჟიმთან ბრძოლის გამოცდილება საერთოდ არ გააჩნიათ და დღეს თანამებრძოლებს წარბ შეუხრელად სწირავენ. ბრალდებული ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მართლ პარტიაში მტრად აცხადებენ დასავლეთს, რომელიც 2011-12 წლებში ივანიშვილის მოძრაობას უსაფრთხოების, კონსულტაციებისა და ვაშინგტონთან თუ ბრიუსელთან კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარებოდა. უძილაური არ მალავს, რომ თავადაც აქტიური კავშირი ჰქონდა ამერიკელ და ევროპელ სპეციალისტებთან, რაც დღევანდელი ანტიდასავლური პროპაგანდის პირობებში, სადაც განსხვავებული აზრი ჯაშუშობად საღდება, მის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. ეს წერილი თავისთავად საკმაოდ ვრცელია და საინტერესოა მისი გაცნობა დეტალურად, მაგრამ ამ ჯაშუშებთან დაკავშირებით თქვენი აზრით, აი რა გიორგი უძილაური იყო ჯერ პრესცენტრის უფროსი, იყო თავად ქართუსი, ანუ სანამ ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა ხელისუფლებაში, უკვე ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე თუ არ ვცდები, სააკაშვილის ხელისუფლებასთან მიმართებაში ძალიან მწვავე, ასე ვთქვათ, და დაპირისპირებული ურთიერთობა ჰქონდა. დღეს ეს ადამიანებიც გახდნენ მსხვერპლნი. მანამდე სხვებიც გახდნენ, რომელიც ივანიშვილის თანამოაზრეები იყვნენ საწყის ეტაპზევე, ხო? მათ შორის უძილაური წერს, რომ ერთ-ერთი რის გამოც აითვალწუნა ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ უკავშირდება ისეთი ტიპის დავალებებში მონაწილეობაზე უარის თქმას, როგორც იყო მაგალითად ეგაბესელიას გაშავების კამპანიაში მონაწილეობა და ასე შემდეგ. ხო, ეგაბესელიას საერთოდ მან დაარეგისტრირა და დააფუძნა, შეიძლება ასე ითქვას, იურიდიულად ქართული ოცნება და ჩვენ ვიცით დღეს ის როგორ კვეთრ პოზიციას გამოხატავს ივანიშვილის მიმართ. აი ეს ტენდენცია სანამდე შეიძლება მივიდეს, როდესაც არათუ საკუთარი თავის ჭამა დაიწყო, არამედ განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებიც შეიძლება ბევრისთვის მისაღებად მიუღებელ, მაგრამ ქართული ოცნების საწყის იდეალებთან ასოცირდებოდნენ. მე მურუსიძის სასამართლოსთვის ყველა მებრალება და ყველა ვითარებაში ვხედავ რისკებს, რომ მის მიმართ სამართალი არ იქნება ობიექტური, თუმცა უნდა გვახსოვდეს ყველას და ერთადერთი რაც უძილაურთან მიმართებაში ახლა მალაპარაკებს არის ბრაზი, იმიტომ რომ ის იყო თავად მონაწილე ბიძინა ივანიშვილის იმ ძალადობრივი მანქანის, რომელიც პირველივე წლებში ამოქოქა. გიორგი უძილაური იყო პირველი ტალღის ტროლების ქარხნის დირექტორი, ხელმძღვანელი, რომელიც ხელმძღვანელობდა მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო გვერდს მიხეილ უკრაინოლოგი, რომელიც ძალადობდა, ტყუილს ავრცელებდა, ტვინს ურეცხავდა საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ ეს კარგი მაგალითი უნდა იყოს ქართული ოცნების სხვა პირებისთვის, ჩინოვნიკებისთვის, ტროლებისთვის, დაქირავებული ექსპერტებისთვის, რომ მათთანაც დაიჩოქებს აქლემი და ძალიან მძიმე დაგებენ პასუხს არა სხვა ვითარებაში, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილის წინაშე, იმიტომ რომ ივანიშვილი
არის დაუნდობელი მოძალადე, რომელსაც შეუძლია გაწიროს ყველა, როცა რაიმე ტიპის დავალებას არ შეასრულებს. და ეს დავალებები კიდევ უფრო ბინძური ხდება გზადაგზა და გიორგი უძილაურის მაგალითი ძალიან თვალსაჩინოა, რომელიც გამოხატავს ერთი ქართული ოცნების სიბინძურეს მთელი თავისი არსით და მეორეს მხრივ რა ემართება და ესეთ მონურ მორჩილებაში მყოფ პირებს, იმიტომ რომ ბოლოს სადღაც აუცილებლად გაეჭედებიან როგორც სამწუხაროდ ერთი რიგითი ადამიანი და მოქალაქე სამწუხაროდ ესეთ ვითარებაში აღმოჩნდა. თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩვენ მოვითხოვთ მათ შორის რომ შეიძლება გამჭვირვალე იყოს ეს პროცესი. გამჭვირვალე და სამართლიანი კანონის მიერ. და გიორგი უძილაურის შემთხვევაში იქნება თუ სხვა შემთხვევებში იქნება ეს წარსულში ამ ადამიანისადმი დამოკიდებულება ოდნავადაც არ ამცირებს мотиваციას ჩვენ ამიტომაც ვამბობ რომ რუსეთის სასამართლოსთვის წარიმართოს. თუმცა რაც მას აქვს ჩამოწერილი და ჩამოსახელებული ვერ გეტყვით რომ რომელიმე ნაწილში რაიმე კითხვა შეიძლება გაჩნდეს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შიდა პროცესის მონაწილე იყო და თავად ძალიან კარგად იცის რა მოხდა და ბევრი რამის მოთხრობა